მოგესალმებით. ხანგრძლივი აზიური მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. ძალიან მომენატრა აქ მოგზაურობა, აქაური არქიტექტურა, სამზარეულო და ბუნება. განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ის იწყებს გამოღვიძებას, გარშემო მინდვრები მორთულია ფერადი ყვავილებით და აყვავებული ხეებით. პირველი დანიშნულების ადგილად შევარჩიე აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტი და შევარჩიე სამი სოფელი, სადაც ჩემთვის საინტერესო და განსაკუთრებულ ადგილებს მოვინახულებ, რომელიც აქამდე არ მინახავს და თქვენთან ერთად აღმოვაჩენ ამ საინტერესო ადგილებს. დღევანდელ მოგზაურობას სოფელ შაშიანიდან ვიწყებ. საისტორიო წყაროებში მას შანშიანადაც მოიხსენიებენ და ხშირად მეზობელ კალაურთან ერთად ერთიან შაშიან კალაურის თემად მოიაზრებენ. სწორედ ამიტომ დღეს ორივე სოფელს ვესტუმრებით და მათ საერთო ისტორიას გავეცნობით. შაშიანი საკმაოდ ძველი სოფელია და უკვე მე-11 საუკუნიდან ის იყო საკათალიკოსო სოფელი. როდესაც სოფლის ისტორიას ვეცნობოდი, ერთი ფაქტი მომეწონა ძალიან და თქვენს გაგიზიარებთ. თურმე 1886 წელს უკვე სოფლის მღვდელ სილია შიუკაშვილს გაუხსნია სამრევლო სკოლა, რაც რა თქმა უნდა იმ პერიოდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იყო და ამ სოფლის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სოფლის სახელის წარმოშობას საინტერესო ისტორია აქვს. თურმე წარსულში გარშემო არსებულ ტყეებში საკმაოდ ბევრი შაშვი ყოფილა. ამის გამო დარქმევია შაშვიანი და დროთა განმავლობაში ეს გადაკეთა შაშიანად და ასევე შანშიანად, როგორც უკვე მოგახსენეთ. სოფლის ბოლოში ვარ და გავემართები ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილისკენ. ეკლესია, რომლის სანახავადაც მივდივარ, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა ნაპირზე, შუაგულ ტყეშია ჩაფლული. როგორც გავარკვიე, ტაძრამდე სამანქანო გზა მიდის და სულ რაღაც 15 წუთში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიქნებით. სოფელ შაშიანიდან დაახლოებით 3 კილომეტრის გავლის შემდეგ, რომელიც ძირითადად გრუნტიანი გზა არის, მოვედით შაშიანის სამების ეკლესიაში. იმის მიუხედავად, რომ ნაწვიმარია და საკმაოდ ატალახებული გზა არის, მაღალი გამალობის მანქანით საერთოდ არ გაგვჭირებია აქ მოსვლა და თუ მშრალი ამინდი იქნება და ნიადაგის შესაბამისად მშრალი, შესაძლოა მსუბუქი მანქანითაც კი შეძლოთ აქ მოსვლა. თუ არ და მთავარი გზიდან არც ისე დიდი მანძილია და გაზაფხული იქნება ეს ზაფხული თუ შემოდგომა, ვფიქრობ პატარა საინტერესო ლაშქრობაც გამოგივათ, რომ მოხვიდეთ ამ საინტერესო ტაძრის მოსანახულებლად. შაშიანის სამების ეკლესია მე-6 საუკუნეებში აშენებულა და ის არის სამეკლესიანი ბაზილიკა. რასაკვირველია, საუკუნეების განმავლობაში საერთხელ დაზიანდა და მე-20 საუკუნემდე საკმაოდ დაზიანებული იყო ეს ტაძარი, თუმცა როგორც ხედავთ უკვე აღდგენილია და რესტავრაცია ჩაუტარდა. ხოლო რაც შეეხება ინტერიერს, იქ დღემდე მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. მართალი ამ ეკლესიაში პირველად ვარ და არ მინახავს ის დაზიანებული ფორმით, მაგრამ თუ შევხედავთ, რამდენი ახალი კედელი აშენებული, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რამდენად დაზიანებული იყო ეს სამების ეკლესია. თუმცა გარშემო მაინც ხვდებით ძველი კედლის ნაშთებს, ასევე არის ნაგებობა, რომელიც სათავსო იყო და ის დღეისთვის გამაგრებულია, რომ ზედმეტად არ დაზიანდეს. ასევე გარშემო არაერთ ქვევრს შეხვდებით. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ კარგი ამინდი გვაქვს, რამდენიმე წუთით კიდევ გავისეირნებ, დავათვალიერებ და შენ უკვე გავიმართები შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. ტაძარი რიყის ქვითაა ნაგები. გარეთ აკუთხეებში კი შირიმის თლილი კვადრატებია გამოყენებული. კედლები შიგნით და გარეთ ერთდროს ბათქაშით ყოფილა გასწორებული. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი კარგად არის რესტავრირებული, აქ ყოველი ნაბიჯის გადატმისას მაინც გეუფლება ის განსაკუთრებული განცდა, რომ წინაპრების უძველეს ნაკვალებზე დააბიჯებ. სწორედ ეს ემოცია მიყვარს ყველაზე მეტად ასეთი ადგილების მონახულებისას.
როდესაც შაშიანის სამების გადაღება მორჩი და რუკას ჩავხედე რომ შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ წავსულიყავი, დაახლოებით 5-6 კილომეტრის მოშორებით დავინახე კიდევ ერთი ეკლესია, რომელმაც დამაინტერესა და გადავწყვიტე რომ ეს ადგილიც მომენახულებინა. ამ მანძილის დაფარვის შემდეგ გავაჩერე მანქანა მთავარ გზაზე და დაახლოებით 400 მეტრის ჩამოვლის შემდეგ, რომელიც საკმაოდ დამრეცი ფერდობია, აღმოჩნდი ამ ადგილას, რომელიც არის უნაგვერდის ეკლესია. მართალია ამ ტაძრიდან ძალიან მცირე ნაწილია შემორჩენილი და ეს კედლები ფაქტობრივად მთლიანად დაფარულია მცენარეებით, მაგრამ გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეგვიძლია. ეს არის ბაზილიკური ეკლესია, რომელიც აშენებული ყოფილა რიყის ქვითა და კირის დუღაბით. სანამ ინტერნეტი იჭერდა, გარკვეული ინფორმაცია მოვიძიე ამ ეკლესიის შესახებ და როგორც აღმოჩნდა, ის მე-6 საუკუნეებში აუშენებიათ. ძალიან კარგია, როდესაც ახალ ადგილებს აღმოაჩენ, ეს იქნება არქიტექტურა თუ ბუნების ძეგლი, მაგრამ ეს ადგილი მაინც გამოსარჩევია იმით, რომ საკმაოდ მისტიკურად გამოიყურება ის ვინაიდან დაფარული მცენარეებით, ისეთგვარად შესხორცებულია ბუნებასთან და როდესაც აქ ჩამოდიხარ, ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს პირველი ადამიანი ხარ, ვინც ეს არქიტექტურული ძეგლი აღმოაჩინა. მართალია საკმაოდ პატარა ეკლესია, მაგრამ გარშემო ვფიქრობ, საინტერესო ადგილები მაინც იქნება, უშუალოდ ამ ტაძარსაც კარგად დავათვალიერებ და თუ რამე ინფორმაციას გამოვარკვევ, უკვე როდესაც ინტერნეტი დაიჭერს და მექნება საშუალება ინფორმაციის მოძიების, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციასაც აუცილებლად გაგიზიარებთ. მართალია ამ ტაძარზე სხვა დამატებითი ინფორმაცია ვერ მოვიძიე, თუმცა მისი მნიშვნელობა ისედაც თვალსაჩინოა. ზოგჯერ სწორედ ასეთი, გზად შემთხვევით აღმოჩენილი ძეგლები ტოვებენ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას. თუ ამ რეგიონში მოხვდებით, გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს მივიწყებული, მაგრამ იდუმალებით მოცული ტაძარი. მე კი განვაგრძო გზას იმ მიმართულებით, საითაც თავდაპირველად მქონდა გეზი აღებული. სოფელი კალაური ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელიც გურჯაანისა და თელავის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. სწორედ ამ ხელსაყრელმა მდებარეობამ განაპირობა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა და ვაჭრობის გამოცოცხლებაც. ლეგიონების მძიმე წლებში კალაური მეზობელ შაშიანთან ერთად მტერთან გამკლავების საქმეში უნიშნულოვანეს როლს ასრულებდა. სწორედ ამ მდიდარი წარსულის გამოძახილია ის მრავალი ღირსშესანიშნაობა, რომლებსაც დღეს აქ ხვდებით. ახლა მოვიდი კიდევ ერთ საინტერესო ტაძარში, რომელიც არის სოფელ კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. საქართველოში არაერთი ტაძარი მომინახულებია, მაგრამ ასეთი ფორმის არ მახსენდება და სწორედ ამიტომ დამაინტერესა და აქ ვიმყოფები, რომ თქვენც გაგაცნოთ. ეს ტაძარიც მე-6 საუკუნეებშია აშენებული და ის არის ასევე სამეკლესიანი ბაზილიკა. მას გამოარჩევს ის ფაქტი, რომ მას სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს თანაბარი ზომის მინაშენი, რაც მას ასეთ განსაკუთრებულ იერს წენს. ტაძარი ძირითადად აშენებულია რიყის ქვით, თუმცა ალაგ-ალაგ ხვდებით ლოდებსაც, ხოლო მოგვიანებით, როდესაც მე-19 საუკუნეში ჩაუტარდა რესტავრაცია, მას შემდეგ დაემატა კვადრატის ფორმის აგურებიც. აქვე არის სოფლის ძველი სასაფლაო და მინდა აღვნიშნო, რომ გარშემო ეს ტაძარი მთლიანად შემოვლებული ყოფილა გალავნით, რადგან მოწმობს დღემდე გადარჩენილი ამ გალავნის ნაშთები. რა თქმა უნდა, კახეთში არ გვიკვირს, როდესაც ტაძრის ეზოებში ხვდებით ქვევრებს, მაგრამ ამ რაოდენობით, რაც აქ აღმოვაჩინეთ, მართლა არ მახსენდება თუ სადმე არის, რაც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა.
ტაძრის შემაღლებული ფორმები მაშინვე იქცევს ყურადღებას. დასავლეთის მთავარი კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი თაღოვანი ფორმა აქვს. მეორე ამგვარივე კარი მას სამხრეთიდან ჰქონდა, რომელიც დღეს ამოშენებულია. სავარაუდოდ, ეს ტაძრის მოხატვის პერიოდში მოხდა. კედლის ფართობი ფრესკებისთვის რომ გამოეთავისუფლებინათ. რამდენადაც შთამბეჭდავია ეს ტაძარი გარედან, ალბათ კიდევ უფრო მეტად საინტერესო და გასაოცარია შიგნიდან, ვინაიდან აქ ხვდებით ენით აღუწერელ კედლის მხატვრობას. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის ტაძრებში მოხატულობა არ არის ხშირი შემთხვევა, კიდევ ერთხელ ვსვამს ფაქტს, რამდენად მნიშვნელოვანი ტაძარი იყო ეს ამ რეგიონისთვის და ზოგადად რა თქმა უნდა ამ სოფლისთვისაც. წმინდა გიორგის ეს ტაძარი მე-16 საუკუნეში მოუხატავთ და მინდა გითხრათ, რომ აქ წარმოდგენილი სიუჟეტები მკვეთრად არის გამოყოფილი ერთმანეთისგან და ასევე განსხვავდება მათი ზომები. აქ ხვდებით სახარების ელუსენებს, როგორიცაა ქრისტეს დიდების შესვლა იერუსალიმში, ჯვარცმა, გარდამოხსნა, ასევე ამაღლება. აქვე არის წარმოდგენილი ლაზარეს კვირით აღდგინება და ვინაიდან ეს ტაძარი არის წმინდა გიორგის სახელობის, ხვდებით უმეტესად წმინდა გიორგის ცხოვრებისეულ სცენებს, რომლებიც ასევე ზომებითაც ყველასგან გამოირჩევა. მართალია რომ თავისი კვალი დაამჩნია და რამდენიმე ადგილი წაშლილია, თუმცა მოხატულობის უდიდესი ნაწილი შენარჩუნებულია და თვალხილ შეგვიძლია წავიკითხოთ როგორც ეს ბიბლიური სიუჟეტები, ისე აქ გამოსახული ადამიანები. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და განსაკუთრებული მოხატულობა, ამიტომ თუ აქ არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად გიჩვენებთ, რომ ასეთი მსგავსი ტური დაგეგმოთ, მოხვიდეთ და გაეცნოთ ამ მართლაც განსაკუთრებულ მხატვრობას და რა თქმა უნდა ტაძარს. ტაძრის მოხატულობიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია წმინდა ნინოს ფრესკა. ამბობენ, რომ ეს ერთადერთი გამოსახულება, სადაც წმინდანი მთელი ტარითაა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მისი დიდი ნაწილი დღესდღეობით დაზიანებულია. როდესაც რომელიმე ადგილს პირველად ვსტუმრობ, ყოველთვის ვცდილობ წინასწარ მოლოდინები არ შევიქმნა და ადგილზევე შევიგრძნო პირველად ნახვის ემოცია. რაც ამჯერად ვნახე, ყველაფერი საოცრად შთამბეჭდავია და მიხარია, რომ ჩემს მოგზაურის დღიურში ეს კადრები ჩაიწერება. ახლა მივდივარ სოფელ კალაურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში. მაინც და მაინც რუკას არ მიყავ სწორად და გაითვალისწინეთ, რომ ამოსასვლელი არის სოფელ კალაურიდან. თუმცა იქნა გაუგნერე, რომ საკმაოდ ნაწვიმარია და ძალიან დიდი ტალახები იყო გზაზე. გადავწყვიტე, რომ აღარ გამერისკა მანქანით აქეთ წამოსვლა, ვინაიდან გადმოსახვევიდან სულ რაღაცა 600 მეტრია. შესაბამისად, ასეთ სასიამოვნო ამინჩი ფეხის გაშლა და გაასერნება უფრო საჭიროდ ჩავთვალე და საინტერესოდ, ამიტომ დაახლოებით 200 მეტრში უკვე მივალთ ამ საინტერესო ეკლესიასთან. გადმოსახვევიდან დაახლოებით 7 წუთი დაგჭირდა, რომ ამ ადგილას მოვსულიყავით, რომელიც როგორც უკვე გითხარით, არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. აქ ხვდებით უშუალოდ ეკლესიას, გალავანს, სატრაპეზოს, საძვალეს და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. რა თქმა უნდა, ამ კომპლექსის მთავარი ნაგებობა არის ტაძარი, რომელიც აშენებულია სწორიგებად დაწყობილი რიყის მოზრდილი ქვით. ასევე გამოყენებულია აგურიც, რომელიც მხოლოდ მთავარი ეკლესიის ზედა ნაწილებშია. მართალია აქ მოსვლამდე ფოტო-ვიდეოები ვნახე, მაგრამ ასეთი მასშტაბური არ წარმომედგინა და ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურება.
თითოეულ ნაგებობა. ამიტომ ერთი სული მაქვს ახლა ეს დავათვალიერო და რა თქმა უნდა თქვენს გაგიზიაროთ. ეკლესია მოზრდილი, მოხდენილი და ვერტიკალურად აქცენტირებული პროპორციებისაა. მისი სამი სივრცე ერთმანეთისგან კედლებით არის გამიჯნული და დაკავშირებულია კარით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიას საკმაოდ სადა ფასადები აქვს. აქვეა რიყის ქვით ნაგები საძვალეც, რომელიც ერთდროს კრამიტის ორფერდა გადახურვით ყოფილა დახურული. სწორედ აქ, სამხრეთ სამლოცველოში 2017 წელს კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე მესამე დიდის საფლავი აღმოაჩინეს. მართალია კარი ჩაკეტილია და ახლოს მისვლა შეუძლებელია, მაგრამ თვალის შევლება მაინც შევძელი. ახლა კი გადავინაცვლებთ მე-9 საუკუნის სატრაპეზოსთან. როდესაც ინფორმაციას ვეცნობოდი ამ კომპლექსის შესახებ და ვნახე ფოტოები, ძალიან დამაინტერესა ამ ნაგებობამ, რომელიც ეკლესიიდან დასავლეთით დაახლოებით 30 მეტრში მდებარეობს. ეს ნაგებობა საკმაოდ დაზიანებულია, ჭერი მთლიანად ჩამონგრეულია, თუმცა შედარებით მყარად დგას კედლები, თუ არ ჩათვლით რამდენიმე ადგილს, რომელიც ჩამონგრეულია. რაც ძალიან მომწონს არის აი ეს ხე, რომელიც შესახორცებულია მთლიანად ამ კედელთან და შეიძლება ითქვას, რომ ის ამაგრებს კიდეც. რაც ერთგვარად მისტიკური შესახედაობისაა. თუ როგორც უცლობს ეს ნაგებობა და ბუნება ერთად. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ხედავთ, კედლები დაფარულია მცენარეებით, ბუჩქებით, რაც შეეხება იატაკს, ის დაფარულია მიწით და ასევე ჩამონგრეული ნაწილებით, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ძალიან მასშტაბურად გამოიყურება და ასევე შთამბეჭდავად, ამიტომ ახლა შევიდეთ და შეგინთას დავათვალიეროთ ეს ძალიან საინტერესო ნაგებობა. შიგნიდან კიდევ უფრო საინტერესო ნაგებობაა. ერთი შეხედვით 4 ადგილას გავს სატრაპეზო ადგილს, დასაჯდომის და თავისი სავარაუდო მაგიდით, სადაც ეს სასულიერო პირები ხდებოდნენ ერთად და იკვებებოდნენ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ აი ეს ნაწილი სავარაუდოდ არის მოგვიანებით ამოშენებული და ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი სივრცე, ვინაიდან უშუალოდ სატრაპეზო ეს შენობა აშენებულია რიყის სხვადასხვა ზომის ქვით, მაგრამ თუ დავაკვირდებით, უკვე ეს ამოშენებული ნაწილი არის აგურით აშენებული, რაც მიუთითებს, რომ მოგვიანებით არის შესრულებული. ძალიან გამიხარდა რესტავრებული ტაძრის დანახვა და განსაკუთრებით გამოვარჩევ იმ ადგილებს, რომელიც გადახურულია სპეციალურ სახურავით, რომ დაიცვას წარსულიდან შემონახული ეს კედლები. მე იმედს გამოვთქვა, რომ ისეთივე ყურადღება მიექცევა ამ ნაგებობას, როგორც ტაძარს, ვინაიდან მისი წლოვანება უკვე 1000 წელს სცილდება და ვალდებულებაა ჩვენი, რომ დავიცვათ ეს ნაგებობაც ისევე როგორც ტაძარი. და რაც თავარია, ჩვენი თანამოქალაქეები იმედი მაქვს, რომ მოვლენ და ათვალიერებენ, მოილოცავენ და სასიამოვნო დღეს გაატარებენ ამ რეგიონში. ენით აღუწერელია ის განცდა, რომელიც აქ თითოეული ნაგებობის დათვალიერებისას გეუფლება. მართლაც დიდი წინაპრები გვყავდა. ასეთ პატარა ქვეყანაში უამრავი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის საგანძური დაგვიტოვეს, რომელთა ბოლომდე შესწავლას ალბათ ერთი ცხოვრებაც არ ეყოფა. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც აღმოჩენები არასდროს სრულდება. ორივე სოფელი, შაშიანიც და კალაურიც მართლაც უნიკალური სოფლებია. აქ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილი მეგულება. მომავალში აქ აუცილებლად დაბრუნდები, რომ ეს მხარე სხვა კუთხითაც გაგაცნოთ. ახლა კი გზას ვაგრძელებთ და მეზობელ სოფელ ვაჩნაძიანში გადავინაცვლებთ.
მოვედით დღევანდელი სამოგზაურო დღის ბოლო დანიშნულების ადგილას, რომელიც არის ვაჩნაძიანის პალატები, რომელიც მე-19 საუკუნეს მიეკუთვნება. თქმულების თანახმად, აქ ყოფილა მონასტრის სკოლა, რომლის დაამთავრების შემდეგაც წარჩინებულ მოსწავლეებს ათონის სივერთა მონასტერში აგზავნიდნენ. სწორედ ეს სასწავლებელი დაუმთავრებია მე-12-მე-13 საუკუნის გამოჩენილ ქართველ პოეტს ჩახრუხაძეს, რომელსაც თამარიანის ავტორობა მიეწერება. სასახლე ორსართულიანი ნაგებობაა. ქვედა სართული სამომსახურეო სამეურნეო დანიშნულების იყო, ხოლო ზედა საცხოვრებელსა და საზეიმო დარბაზს წარმოადგენდა. როგორც ხედავთ, შენობა ძირითადად რიყის ქვით არის აშენებული, თუმცა ზოგიერთ ნაწილში შევხვდებით მოზრდილი ზომის აგურებსაც. თითოეული ის ადგილი, რომელიც დღეს მოვინახულე, იმაზე ბევრად მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მათ შორის არც ეს ადგილია გამონაკლისი, ვინაიდან ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ხელა ზომის სასახლე იქნებოდა ამ პატარა სოფელში. სასახლის არქიტექტურა შთამბეჭდავია. ზედა სართული ქვედასთან შედარებით ბევრად მაღალია. თითოეულ სართულზე ეთრიგად განლაგებული სამ-სამი ოთახია. ქვედა სართულის ოთახები დამატებით იხრებით ყოფილა დაყოფილი. ფართო მთავარი შესასვლელები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან გვხვდება. მართალია აქ ამოსული ბუჩქების გამო შიგნით შესვლა ვერ შევძელი, თუმცა გარედანაც კარგად ჩანს კედლებში დატანებული ნიშები და ბუხრები, რომლებსაც ნახევარწრიული ზურგი ფასადის მხარეს აქვს გამოტანილი. განსაკუთრებით მეორე სართული გამოირჩევა თავისი დიდი, თაღოვანი ღიობებით. საინტერესოა, რომ სართულშუა გადახურვა ხის კოჭებით ყოფილა მოწყობილი. ზემოთ ასვლა კი ჩრდილოეთ ფასადზე მიშენებული ღია კიბით იყო შესაძლებელი. სასახლის გვერდით მდებარეობს პატარა ბაზილიკური ეკლესია, რომელიც ასევე მე-19 საუკუნეში აშენებულა. თავდაპირველი სამშენებლო მასალა არის რიყის ქვა, თუმცა მოგვიანებით მე-19 საუკუნეში, როდესაც განაახლეს ეს, მას დაემატა აგურიც. დღემდე ეტყობა დაზიანებების კვალი, მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც განაახლეს მე-19 საუკუნეში, მას შემდეგ საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული და დღეს აქ მოსულ დამთვალიერებელს თუ მომლოცველს შეუძლია კარგად მოინახულოს თუ ილოცოს ამ ტაძარში. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს. ერთი დასავლეთიდან, მთავარი ფასადიდან, ხოლო მეორე სამხრეთიდან. საინტერესოა, რომ სამხრეთის კარი პირდაპირ მეორე ეკლესიასთან გვაკავშირებს, რომელიც პირველის მსგავსად მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები. მინდოდა ეს სასახლე სხვა რაკურსშიც დამეთვალიერებინა და თქვენთვისაც მეჩვენებინა, მაგრამ იმდენად ეკალბარდებშია ჩაფლული, ფაქტობრივად ძლივს მივედი შესასვლელთან, რომ გარკვეული კადრები მაინც გადამეღო და გამეზიარებინა. ძალიან სამწუხაროა ეს მდგომარეობა, ვინაიდან ძალიან შთამბეჭდავი ადგილია და კარგი იქნებოდა, რომ დათვალიერების შესაძლებლობა მოგცემოდა, მაგრამ მართლაც ისეთი ზომის ბუჩქი და ხეები იყო, რომ ასეთი ეკლები არასდროს არ მინახა აქამდე. ასე დამგვარად დღევანდელი სამოგზაურო დღე აქ სრულდება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დღე გამოგვივიდა, ვინაიდან თითოეული ადგილი, რომელიც მოვინახულე, პირველად ვნახე და ძალიან მომეწონა თითოეული მათგანი. იმედი მაქვს, თქვენც შენთან ერთად იმოგზაურეთ და თქვენც ისევე მოგეწონათ, როგორც მე. შემდეგ გადაცემაში ქვემო ქართლში ვიმოგზაურებთ. არ გამოტოვოთ, წინ საინტერესო თავგადასავლები გველოდება.